გამარჯობათ, მოგესალმებით. Როგორც გახსოვთ, წინა ტუტორიალებში ჩვენ ვისაუბრეთ UE-სა და Maya-ს შორის ურთიერთკავშირზე, UE-დან ობიექტის შეგდებაზე Maya-ში, UE-ში ტერეინის შექმნაზე და ასე შემდგომ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ პატარა კომპოზიციას, სადაც ჩვენ Maya-შივე შევქმნით პატარა ტერეინს, დავაექსპორტებთ, შემდგომ UE-IM პლაგინის დახმარებით ისევ შემოვაგდებთ, UE-ს ტექსტურას დავადებთ და ასე შემდგომ. ალბათ ეს ტუტორიალი გამოსახელით UE and Maya composition. აქ პატარა კომპოზიციის შექმნას ვაპირებ ამ ტუტორიალის განმავლობაში მე. პირველ რიგში დავიწყო ტერეინის შექმნით, create ტერეინის შექმნით plenty-დან. plant რაც plenty, რომლის კოორდინატები იქნება სცენის ცენტრში. მივანიჭებთ რაღაც ზომები იყოს 300. დავჭიხოთ ახლა ეს ჩვენი plenty პოლიგონებად იყოს 40-ზე საკმარისი იქნება grid-ი გამოვთოთ. ჩვენ გვაქვს plenty. იმისთვის რომ ეს plenty თუნდაც დარედაქტირებული და ტერეინის ფორმა მიღებული, VM რომ ავიქواس, ამისთვის ის უნდა იყოს ტრიანგულირებული, ამიტომ მე წინასწარ დავატრიანგულირებ ჩვენს ობიექტს. ამისთვის შევდვალ mesh triangulate. ტრიანგულირება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენი კვადრატია, ეს კვადრატი დაიყოფა სამკუთხედებად. რაც მოხდა უკვე. ტრიანგულირებული ობიექტი გამოიყურება ესე. ტრიანგულირება დაგვეხმარება ტერეინის უფრო კარგად დამუშავებაშიც, უფრო მეტი გადატეხის ადგილებია. იმისთვის რომ ტერეინის ფორმა მივანიჭო, აი ამ ჩვეულებრივ planes, ავიღებ polygon სისტემიდან აი ამ იარაღს. ორჯერ დავაწყაპუნებ. ესეც მიცემ default-ად რომ დაინახოთ როგორ გამოიყურება, აქვს მას ჩაზნექვის, სამოზნექვის მოდირების და ასე შემდგომ იარაღები აქვს. რადიუსი მოქმედების, აქვს სიმძაფრი მოქმედების, აქვს XY ღერძის მიმართ მოქმედება, შეიძლება ფაილის მიხედვით გავაკეთოთ რაღაცა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ დაგვჭირდება ამოზნექვა, ვიხერხებთ ამოზნექვას, ვიცით რადიუსს, შევხედოთ როგორ გამოიყურება სცენაზე, ცოტათი უფრო გავზარდოთ. მოქმედების სიმძლავრე, და ნახოთ რა შეება ეს იარაღი, როგორც ხედავთ ტერეინი ამოიზნიქა, რაღაც ფორმებს ისხლის. მეტად პიკები რო გამოჩნდეს ტერეინზე, ამიტომ მე რადიუსს დავწევ. ესეთ. რადიუსს დავწევ, უფრო ხელზე გავზდი ამას. მიცემ ამოწევას და ხედავთ რომ უფრო მაღლა მოიწია. იქნება რაღაც პიკების მსგავსი. მე ვეცდები რომ დიდი დრო არ დავხარჯო ამ ტერეინის შექმნაზე. ცებიცებ გავაკეთოთ. მინდა რომ ამ კომპოზიციაში, რომელსაც ახლა ჩვენ რომის კეთებაც ახლა ჩვენ დავიწყეთ, ყურადღება ძირითადად იყოს გადატანილი ტერეინის ცენტრში. სადაც ჩვენ ვირტუალურ კამერებს დავაგდებთ, შევქმნით რამოდენიმე კუთხეს, ვეცდებით რომ ის შესაბამისი პრობლემებიც მოგვივა, ან გამოჩნდება სცენაზე დავფაროთ რაღაც კუთხით. ეს გავაკეთეთ. რაღაც მიახლოებით გამოგვივიდა. აი ესე. ცოტა დავსმოდოთ. უფრო. აი ესე. სმუდირება რა შევა ეხლა? სმუდირება აკეთებს იმას, რომ იღებს ყველაზე მაღალ წერტილს აი ამ ობიექტისას და ყველაზე დაბალს აი ამ რადიუსში და ცდილობს მათ გაშუალედებას, ანუ გათანაბრებას. აი ეს გამოიყურება თითქოს პატარა. ფოტოსავის არის ვეცდები მე რო აქ რაღაც ხეობები და ისინი არ გავაკეთო, იქნება პატარა ტერეინი, სადაც რამოდენიმე ხეს და რო გავცულ, ეს არ არის დიდი ტერეინი, რაღაც დიდი სცენის საკეთებლად. პირველ რიგში, იმიტომ რომ კომპიუტერი არ გადაიგვირთოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დამწყებთათვის, ვისაც პროფესიონალური კომპიუტერები არ გააჩნიათ. იმისთვის რომ ეხლა ჩვენ VM გამოვიყენოთ,
აუცილებელია ამ ობიექტის დაექსპორტება. მე ამ ობიექტს დავაექსპორტებ OBJ ფორმატში. ჯერ წავშლი მას ისტორიას, ისტორია. მე მას დავექსპორტებ OBJ ფორმატში, ეს ხდება ესე, file, export selection. ვირჩევ ამ პატარა კვადრატს, რომელიც იქ იყო. მე ამ შემთხვევაში FBX ექსპორტი მაქვს თავი არჩეული, გადავა OBJ ექსპორტზე, გავუთიშავ ყველა ტექსტურის და ისტორიის და ასე შემდგომ ექსპორტირებას, მივცემ export. გადავა MyUI composition-ში, folder-ი, რომელიც desktop-ში მაქვს შემოხული. გადავა source-ში, OBJ და ეგ Terra. და ვარქვათ V2 თქვა. Okay. ჩვენ ეს ობიექტი დავაექსპორტეთ. იმისთვის რომ თქვათ რაღაც პრობლემები მომავალში არ შეიქმნას, პროექტით შევინახოთ. Maya-s პროექტი. MyUI Comp Pro Maya Terra 2. ეს დავარქვათ. შემდგომ გადავალ file new scene, გამჭირდება ეს სცენა, გავხსნით grids, ახლა როგორ გამოიყურება ეს. ესე. და უკვე მზადა ვართ, რომ VS პლაგინი გამოვიყევი და VS-დან შემოვავიდე ჩვენი terrain-ი, გადავალთ VS, object, load object, არა, import object-ი დაგვჭირდება. გადავალ ჩვენს folder-ზე desktop-ზე. ვაძებნით MyUI Comp sources OBJ. მე ამ შემთხვევაში Terra OBJ-ს გამოვიყენებთ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენი Terra გააკეთოთ და გამოიყენოთ. Terra OBJ უფრო კარგი გამოვიდა, ვიდრე Terra V2, ამიტომ Terra OBJ-ს გამოვიყენებ. Open. აი ეს გამოიყურება VS-დან დაექსპორტებული ჩვენი Terra, მას მოყვება თავის მიწა და მზე. ასევე მოყვება მას VS ვირტუალური კამერა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჯერჯერობით ვირტუალური კამერებს გამოვიყენებთ მომავალში. გამოვაჩინოთ ეს პოლიგონებად. ხედავთ ჩვენი Terra როგორ გამოიყურება. ესეა. ეგ grids გამორთავ, აღარ გვჭირდება grid-ი. Terra მზად არის იმისთვის, რომ მას დავადოთ ტექსტურა, ვირჩევთ Terra-ს. გადავიდეთ VS-ში, objects, object properties. აი ამ ღილაკს ვაჭერთ load materials და გვიხსნის VS თავის ბიბლიოთეკას, სადაც მოთავსებულია უამრავი ბალახის, ქვის და მათი ნარევი, ასევე თოვლიანი მიწაც შეგიძლიათ გააკეთოთ და ასე შემდგომ. მე უბრალოდ ავიღებ აი ფაილს, ან ნებისმიერ ეს იყოს grass, ჩვეულებრივ default grass. Okay. და ახლა შევხედოთ რენდირებაში როგორ გამოიყურება ჩვენი Terra. გადავდივართ რენდირებულის სისტემაში, უძახოთ ისინი ყოფება ეგ ზემოთ ცენტრში. ასევე როგორც გახსოვთ, VS რენდირდება mental array სისტემაში. ნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი terrain. ჩვენი terrain თავისი ჭრილები ყველაფერი უკვე აქვს. ჩვენ აღარ დაგვჭირდება თქვათ მარტო Maya რო გამოგვეყენებინა, დაგვჭირდებოდა იმის გათვლა, თუ საიდან ანათებს, რა ანათებს, რომ ცოტათი რეალისტთან ახლოს ყოფილიყო ჩვენი შედეგი. ბალახის ტექსტურა დადებულია.